ქალბატონებო და ბატონებო, დღეს გამორჩეული დღეა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი. ამ დღეს განსაკუთრებულად ზეიმობს საქართველოს ყველა მოქალაქე, განურჩევლად ეთნიკური კუთვნილებისა, მრწამსისა და შეხედულებებისა. ეს დღე ჩვენი სიამაყეა. ეს დღე ყველა ქართველისაა. ეს დღე ჩვენია. 26 მაისს ჩვენ საქართველოს დამოუკიდებლობის სადარაჯოზე ღირსეულად მდგომ ქართულ ჯართან ერთად ავღნიშნავთ. ყოველწლიურად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქართულ ჯარს ახალწვეულები უერთდებიან და ფიცდებენ ღვთისა და ერის წინაშე. წელს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეული სამხედრო მოსამსახურეები საზეიმოდ ფიცდებენ ქართველთა საგმირო საქმეებით გამორჩეულ საქართველოს ისტორიისა და კულტურის უმნიშვნელოვანეს ძეგლებთან. დღეს საზეიმო ფიცი დაიდება ნოქალაქებში, ეგრისის სამეფოს ძველ დედაქალაქში, ციხეგოჯში, ქართული კულტურისა და სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთ უძველეს ცენტრში. ბერძნები მას არქეოპოლისად მოიხსენიებდნენ და მრავლად წერდნენ ძლევამოსილი ეგრისის სამეფოს შთამბეჭდავ დედაქალაქზე. ერთ დროს ციხეგოჯი მოექცა ბიზანტიისა და სპარსეთის ორი უდიდესი იმპერიის გეოპოლიტიკური ბრძოლის ეპიცენტრში. ამ კედლებიდან იცავდნენ სამშობლოს თვითმყოფადობას სპარსელებთან გამართულ დიდ ომში. აქ წყდებოდა საქართველოს ბედი და აქ მოღვაწეობდა სამშობლოსთვის შეწირული გუბაზ მეფე. საზეიმო ფიცი დაიდება გეგუთში, საქართველოს დიდებულ მეფეთა სავანეში. გეგუთის სასახლე ასოცირდება დავით აღმაშენებელთან, თამარ მეფესთან. ოქროს ხანაში აქედან იმართებოდა დიდ იმპერიებთან თანასწორი, ერთიანი, ძლიერი საქართველოს სამეფო. ერთ დროს დიდებულ სასახლეს მრავლად ევლინებოდა უცხოური ელჩობა. ამ სასახლეს სტუმრობდნენ სამეფოების მმართველები. გეგუთის ბაგრატიონთა სასახლე მომსწრეა საქართველოს დიდებისა და ძლევამოსილების. საზეიმო ფიცი დაიდება ქართული ხუროთმოძღვრების შედევრად მიჩნეულ სამთავისის კათედრალთან. სამთავისის ტაძარი არის ჩვენი კულტურის ერთ-ერთი უდიდესი ქმნილება. ქართული ხუროთმოძღვრების დახვეწილობის სახეხატი. მისი ფასადი შემკულია ქართული სულის უმთავრესი სიმბოლოებით, ნატიფად მოჩუქურთმებული ჯვრით, მოხდენილი ასომთავრული წარწერით, ქართველისთვის სანუკვარი ვაზის რქითა და ყურძნის მტევნით. ტაძრის აღმოსავლეთ კედელი გამშვენებულია სიმამაცისა და ძლევამოსილების სიმბოლო გრიფონის უნიკალური ბარელიეფით. საზეიმო ფიცი დაიდება ვეჯინის ამაღლების მონასტერთან, კახეთის მხარის უმსხვილეს სამონასტრო კომპლექსში, რომელიც ჰერეთის სამეფოს უმნიშვნელოვანეს ციხეს წარმოადგენდა. მოწინააღმდეგისთვის მიუდგომელი კედლებიდან კავკასიონის ქედი და ალაზნის ველი ხელის გულზე იშლება. უნიკალური მდებარეობა დიდ სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებდა ვეჯინის ციხეს. შუა საუკუნეებში კახეთ-ჰერეთის მმართველთა რეზიდენციაზე და პოლიტიკურ ცენტრზე მსხვილი სავაჭრო გზები გადიოდა და მისი მფლობელობა სრულ დომინიონს იძლეოდა აღმოსავლეთ საქართველოზე. ვეჯინის უნიკალური სამონასტრო კომპლექსი არის ჩვენი ქვეყნის ფარული განძი, რომელიც წარსულის ბურუსიდან მომაჯადოვებლად გვევლინება. საზეიმო ფიცი დაიდება ხევში, ელიას მთაზე, საიდანაც დიდებულად მოსჩანს მყინვარწვერი და საოცარი ხედი იშლება მდინარე თერგზე, რომელიც დარიალის ხეობაში მიედინება. ამ მხარეს ჩვენი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში უძველესი დროიდან დიდი წვლილი მიუძღვის. ვახტანგ გორგასალმა ჩრდილოეთ კავკასიაში ლაშქრობისას ქრისტიანობა შემოიტანა ხევში. ააგო ციხესიმაგრეები დარიალის ხეობაში, რითიც საქართველოს ჩრდილოეთ საზღვარი დაუდგინა. აქ გვახსენდება ილია ჭავჭავაძე.
მოხევე მეურმე და დამოუკიდებლობის დაუოკებელი სურვილი, რომელიც დიდმა ქართველებმა ერში გააღვივეს და ითავეს სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის შეუპოვარი ბრძოლა. და რა თქმა უნდა, ტრადიციულად საზეიმო ფიცი დაიდება საქართველოს დედაქალაქში, თბილისში. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიალს გახსნილად ვაცხადებთ. ალბატონებო და ბატონებო, მივესალმოთ, მოემართებიან დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები. აკადემიის ისტორია 1918 წლიდან იწყება, რომელიც სამხედრო სკოლის სახელით იყო ცნობილი, ხოლო კომუნისტური მმართველობის დროს ქართული სამხედრო სკოლა ჯერ წითელ არმიელ კურსანტთა სამხედრო სასწავლებლად, შემდეგ კი თბილისის საარტილერიო სასწავლებლად გადაკეთდა. 1993 წლის 28 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან მალევე შეიქმნა გაერთიანებული სამხედრო აკადემია, რომელსაც 2003 წელს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით დიდი სახელმწიფო მოღვაწის და ძლევამოსილი მხედართმთავრის საქართველოს მეფის დავით აღმაშენებლის სახელი მიენიჭა. აკადემია წარმოადგენს უმაღლეს სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც წარმატებით ფუნქციონირებს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები, იუნკერთა სასწავლო ბატალიონი, უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლა, სამეცნიერო კვლევითი და დისტანციური სწავლების ცენტრები, რომელიც ემსახურება საქართველოს თავდაცვის ძალებისა და ქვეყნის ერთგული, უმაღლესი განათლებისა და ლიდერის თვისებების მქონე ოფიცერთა კორპუსის ჩამოყალიბებას. 2014 წლიდან აკადემიის მსმენელებს 1921 წელს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული იუნკერების ხსოვნის პატივსაცემად ისტორიული სახელი იუნკერი დაუბრუნდა. ალბატონებო და ბატონებო, მივესალმოთ, მოემართებიან ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა. საქართველოს საჰაერო ძალების ისტორია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან იღებს სათავეს. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საჰაერო ძალები აქტიურად მონაწილეობდა სამხედრო ოპერაციებში, რასაც არაერთი სამხედრო მფრინავი შეეწირა. მათ შორის საქართველოს ეროვნული გმირი, უფროსი ლეიტენანტი ზურაბ იარაჯული. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში ქართველმა მფრინავებმა მრავალი საბრძოლო გაფრენა განახორციელეს. დღეს საჰაერო ძალები წარმოდგენილია ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის სახით. სარდლობის ქვედანაყოფები საქართველოს საჰაერო სივრცის დასაცავად მუდამ საბრძოლო მზადყოფნაში არიან. ალბატონებო და ბატონებო, მივესალმოთ, მოემართებიან გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტები. ლიცეუმი საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლის, საქართველოში პირველი სამხედრო სკოლის დამაარსებლისა და ხელმძღვანელის, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელს ატარებს. სიმბოლურია, რომ 2023 წლიდან კადეტთა საღვთისმსახურთო ყოველდღიური ფორმა გენერალ გიორგი კვინიტაძის სამხედრო ფორმის ასლია. კადეტთა ახალ ფორმაზე გამოყენებული სიმბოლოები გელათის აკადემიის კედელზე გამოსახული წიგნის სიმბოლოსა და გელათის მონასტრის კედლის მხატვრობის ფრაგმენტს იმეორებს. კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კურსდამთავრებულები წარმატებით აგრძელებენ სწავლას საქართველოს და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო აკადემიებში. გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმს თავდაცვის სამინისტრო აღმოსავლეთ საქართველოში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენებს.
ახალი სასწავლებელი დასავლეთ საქართველოს ლიცეუმის ანალოგი იქნება. ალბატონებო და ბატონებო, მივესალმოთ, მოემართებიან ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები. ეროვნული გვარდია 1990 წლის 20 დეკემბერს ჩამოყალიბდა. გვარდიამ უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა საქართველოს როგორც თანამედროვე დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნასა და განვითარებაში. ეროვნული გვარდიით იწყება საქართველოს თავდაცვის ძალების ისტორია. გვარდია იყო პირველი სამხედრო ქვედანაყოფი, რომლის ბაზაზეც საქართველოს დღევანდელი თავდაცვის ძალები შეიქმნა და ჩამოყალიბდა. თანამედროვე საქართველოს ისტორია სავსეა გვარდიელების გმირობისა და პატრიოტიზმის მაგალითებით. საქართველოს ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას 650-ზე მეტი გვარდიელის სიცოცხლე შეეწირა. დღეს ეროვნული გვარდიის პრიორიტეტები, თავდაცვის ძალების რეზერვის მომზადება-გადამზადება, მისი მობილიზაცია და მართვა, ასევე თავდაცვის ძალების ტერიტორიული რეზერვით მხარდაჭერა და საგანგებო სიტუაციების დროს სამოქალაქო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერა. ალბატონებო და ბატონებო, მივესალმოთ, მოემართებიან სპეციალური ოპერაციების სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები. სპეციალური ოპერაციების ძალების ისტორია 1999 წელს დაიწყო, როცა ნატოს წევრი პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერით წარმატებით განხორციელდა სპეციალური დანიშნულების კურსი. 2009 წელს ქვედანაყოფს სპეციალური ოპერაციების ძალები ეწოდა. ქვედანაყოფმა ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარე ყველა სამხედრო მოქმედებაში, სპეციალურ ოპერაციასა და საერთაშორისო მისიაში მიიღო მონაწილეობა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირებს შორის არიან სპეციალური დანიშნულების პირველი კურსდამთავრებული მაიორი გელა ჭედია და სერჟანტი კახა თავგორაშვილი. 2023 წლიდან სპეციალური ოპერაციების ძალები სპეციალური ოპერაციების სარდლობა ჩამოყალიბდა. უთმივი განვითარებისა და მაღალი საბრძოლო მზადყოფნისთვის საფუძველი ჩაეყარა ახალი ბაზის მშენებლობას, რომელიც შესაბამისობაშია ნატოს თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურასთან. ალბატონებო და ბატონებო, მივესალმოთ, მოემართებიან ეროვნული გვარდიის 204 ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის რეზერვისტები. 204 ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონი 2011 წელს ჩამოყალიბდა და მის ამოცანას თავდაცვის ძალების სამობილიზაციო რეზერვის მომზადება წარმოადგენდა. ბატალიონი ეროვნული გვარდიის 9 ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონიდან ერთ-ერთია, რომელიც განაწილებულია აღმოსავლეთ საქართველოში ტერიტორიული პრინციპით. 2021 წლიდან ბატალიონმა საომარი და საგანგებო სიტუაციის დროს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მხარდასაჭერი ამოცანების შესრულების მიზნით თბილისისა და ქვემო ქართლის რეგიონში ტერიტორიული რეზერვით დაკომპლექტება და მათი მომზადება დაიწყო. ტერიტორიულ რეზერვში ირიცხებიან სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები და სტუდენტები, მათ შორის ქალები, რომლებსაც სარეზერვო სამსახური წარმატებულ სამოქალაქო კარიერასთან აქვს შეთავსებული. დღეს რეზერვისტები სამხედრო მოსამსახურეების მხარდამხარ მზად არიან, იდგნენ ქვეყნის მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვის სადარაჯოზე. ალბატონებო და ბატონებო, მივესალმოთ, მოემართებიან დასავლეთის სარდლობის 22 ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები. ბატალიონი ჩამოყალიბდა 2005 წელს და გაიარა სრულფასოვანი საბრძოლო მომზადება, რის შემდეგაც აქტიურად ჩაერთო სხვადასხვა სწავლებასა და საერთაშორისო მისიაში. ბატალიონი მონაწილეობდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში.
სადაც ბრძოლის ველზე გმირულად დაეცა ბატალიონის 4 სამხედრო მოსამსახურე. ბატალიონი ასევე მონაწილეობდა სამშვიდობო მისიებში ერაყისა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკებსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. 22 ქვეითი ბატალიონი ერთ-ერთი გამორჩეულია როგორც საბრძოლო მომზადებით, ისე საბრძოლო გამოცდილებით და დღემდე წარმატებით ახორციელებს დაკისრებულ ამოცანებს. ალბატონებო და ბატონებო, მივესალმოთ. მოემართებიან აღმოსავლეთის სარდლობის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ნატოს პარტნიორი ძალების სამხედრო მოსამსახურეები. მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონი პირველი საკონტრაქტო პროფესიული სამსახურის ქვედანაყოფია, რომელიც 2001 წელს ჩამოყალიბდა და პირველმა გაიარა წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა. მას კომანდოს ბატალიონს უწოდებენ. 2004 წელს ცხინვალის რეგიონში განვითარებულ საომარ მოქმედებებში გმირულად დაიღუპა ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე კაპრალი ზაზა დამენია, რომელსაც გამოჩენილი მამაცობისთვის ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. ქვედანაყოფმა იბრძოლა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში და მონაწილეობა მიიღო ყველა საერთაშორისო მისიაში. ბატალიონი ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების პროგრამაშია ჩართული, რის ფარგლებშიც 2 ქვეითი ასეული გაცხადებულია ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში, ხოლო 2022 წლიდან 1 ქვეითი ასეული ნატოს სწრაფი რეაგირების საბრძოლო მორიგეობაზე იმყოფება, ხოლო 2025 წლიდან ახალი ინიციატივის ფარგლებში ქვედანაყოფს მიენიჭა ნატოს პარტნიორი ძალების სტატუსი. ალბატონებო და ბატონებო, მივესალმოთ. მოემართებიან სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურეები. საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი სპეციალური სამართალდამცავი სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში კანონიერებისა და დისციპლინის დაცვაზე კონტროლს უზრუნველყოფს. დეპარტამენტი დაარსების დღიდან აქტიურად არის ჩართული როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო წვრთნებსა და სწავლებებში. აგრეთვე მონაწილეობა აქვს მიღებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის წარმოებულ საომარ მოქმედებებში. ალბატონებო და ბატონებო, მივესალმოთ. მოემართებიან დასავლეთის სარდლობის მე-6 საარტილერიო ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები. ქართული არტილერიის ჩამოყალიბება 1992 წლის იანვარში ეროვნული გვარდიის შემადგენლობაში დაიწყო. ყოფილი არტილერისტებისგან შეიკრიბა მოხალისეთა ჯგუფი და შეიქმნა პირველი საარტილერიო პოლკი. დღეისათვის თავდაცვის ძალების შემადგენლობაში მოქმედებს მე-5 და მე-6 საარტილერიო ბრიგადები, აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობების შემადგენლობაში. აქ წარმოდგენილი მე-6 საარტილერიო ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებს მონაწილეობა აქვს მიღებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ყველა საომარ მოქმედებაში. ბრიგადა ასევე მონაწილეობას იღებდა სამშვიდობო მისიებში ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში კოალიციური ძალების შემადგენლობაში. მე-6 საარტილერიო ბრიგადა არის ღირსეული სამართალმემკვიდრე იმ საარტილერიო ქვედანაყოფისა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო 1992 წელს სამაჩაბლოში და 93 წელს აფხაზეთში წარმოებულ ბრძოლებში. ალბატონებო და ბატონებო, მივესალმოთ. მოემართებიან წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემია. აკადემია 2003 წელს დაარსდა როგორც სერჟანტთა მომზადების სკოლა, სადაც უცხოელი პარტნიორების დახმარებით სერჟანტთა სამხედრო პროფესიული განათლების სხვადასხვა მოსამზადებელი კურსები შეიქმნა.
აკადემიამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ომებსა და სხვადასხვა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში. 2013 წელს სერჟანტთა მომზადების სკოლა სერჟანტთა მომზადების ცენტრად გარდაიქმნა და 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული საქართველოს ეროვნული გმირის სერჟანტი გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭა. 2018 წლიდან კი აკადემიის სტატუსი შეიძინა. სერჟანტთა აკადემიის განათლების ძირითადი მიზანი საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის სამეთაურო უნარჩვებების მქონე მომავალი სერჟანტების წვრთნა და განათლება. ალბატონებო და ბატონებო, მივესალმოთ, მოემართებიან ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები. ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების მუდმივი მდგრადობის შენარჩუნებაში. ამისათვის სარდლობა ახორციელებს საჭირო მარაგების შექმნას, უსაფრთხო შენახვას, მათ დროულ და უწყვეტ განაწილებას. სარდლობაში შემავალი ქვედანაყოფები განლაგებულია რეგიონალური პრინციპით, აღმოსავლეთის და დასავლეთის ლოჯისტიკურ ცენტრებად. არსებული განლაგებით გამარტივებულია თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების მოთხოვნებზე დროული რეაგირება და ლოჯისტიკური მარაგებით შევსება. სარდლობა ასევე უზრუნველყოფს ბიუჯეტის ფორმირებასა, ლოჯისტიკური მოთხოვნილების ჩამოყალიბებას და მათ შესრულებაზე ზედამხედველობას. პასუხისმგებელია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების დაქვემდებარებაში არსებული შენობა-ნაგებობების და ინფრასტრუქტურის განკარგვაზე. სარდლობა სტიქიური უბედურებების და კრიზისების პერიოდში მხარს უჭერს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას. ალბატონებო და ბატონებო, მივესალმოთ, მოემართებიან დასავლეთის სარდლობის 32 ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები. ბატალიონი ჩამოყალიბდა 2004 წელს და გაიარა სრულფასოვანი საბრძოლო მომზადება, რის შემდეგაც აქტიურად ჩაერთო საერთაშორისო სწავლებებსა და სამშვიდობო მისიებში. ბატალიონი მონაწილეობდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, სადაც ბრძოლის ველზე გმირულად დაეცა ბატალიონის 3 სამხედრო მოსამსახურე. ბატალიონის სხვადასხვა დროს მონაწილეობას იღებდა სამშვიდობო მისიებში, კოსოვოს რეგიონში, ერაყისა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკებში. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2010-დან 2017 წლამდე ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში სამშვიდობო ოპერაციის ფარგლებში ბატალიონმა 5 როტაცია განახორციელა. 32 ბატალიონი ერთ-ერთი გამორჩეული ბატალიონია როგორც საბრძოლო მომზადებით, ისე საბრძოლო გამოცდილებით. ალბატონებო და ბატონებო, მივესალმოთ, მოემართებიან აღმოსავლეთის სარდლობის 41 მექანიზებული ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები. ბატალიონი ჩამოყალიბდა 2005 წელს და ჩამოყალიბებისთანავე გაიარა მომზადებას ფასოვანი პროგრამა, რის შემდეგაც აქტიურად ჩაერთო სამშვიდობო მისიებსა და საერთაშორისო წვრთნებში. ბატალიონი მონაწილეობდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში, სადაც გმირულად დაიღუპა ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე, რომელსაც გამოჩენილი მამაცობისთვის ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. 2024 წელს ბატალიონი დაკომპლექტდა ახალი ჯავშა ტრანსპორტიორ ბურანით, რის შედეგადაც გაიზარდა ქვედანაყოფის მობილურობა და ბრძოლის უნარიანობა. 41 მექანიზებულ ქვეით ბატალიონს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში. მისი დროშის ქვეშ მსახურობდნენ ჩვენი დროის გმირები, ბატალიონის მეთაური მაიორი შალვა დოლიძე და ეროვნული გმირი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე. ალბატონებო და ბატონებო, მივესალმოთ, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეულ ახალწეულებს. სწორედ ისინი დღეს საქვეყნოდ დადებენ ფიცს ერისა და ქვეყნის წინაშე, რომლის მომსწრენიც ჩვენ ერთად გავხდებით. განახლებული წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურის ახალი მოდელი 2025 წლიდან ამოქმედდა, რაც ითვალისწინებს სამხედრო სამსახურის გავლას მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში.
წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური მოიცავს სამსახურის გავლის 6-8 და 11 თვიან პერიოდს, რომელიც ითვალისწინებს სრულფასოვან საბრძოლო მომზადების გავლას და მებრძოლად ჩამოყალიბებას. სამსახურის დასრულების შემდეგ სამხედრო მოსამსახურეები ჩაირიცხებიან თავდაცვის ძალების რეზერვში. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად 2025 წლის აპრილიდან 43 და 31 ქვეით ბატალიონებში პირველად წვევამდელთა მიღება განხორციელდა 6 თვის ვადით გაწვეული პირების მომზადება დამტკიცებული საბრძოლო მომზადების პროგრამის შესაბამისად წარიმართება, რომელიც პირადი შემადგენლობის მომზადებას და საბრძოლო ქვედანაყოფებში სამსახურს ითვალისწინებს. დღეს აღმოსავლეთ საქართველოში საზეიმოდ ფიცს დადებს 43 ქვეითი ბატალიონის, ხოლო დასავლეთ საქართველოში 31 ქვეითი ბატალიონის წვევამდელები და შეუერთდებიან თავდაცვის ძალების დიდ ოჯახს. 43 და 31 ქვეითი ბატალიონები გამორჩეული საბრძოლო ქვედანაყოფებია, რომელთაც მონაწილეობა აქვს მიღებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში. როდესაც გამოავლინეს მაღალი სამხედრო პროფესიონალიზმი და დააგროვეს დიდი საბრძოლო გამოცდილება. ბატალიონების ამ საბრძოლო გამოცდილების და დიდი ისტორიის მაგალითზე გაიზრდებიან ახალგაზრდა თაობები და იქნებიან ჩვენი თავდაცვის ძალების ღირსეული მომავლის გამგრძელებლები. Ალბატონებო და ბატონებო, გვაქვს პატივი ახალ წვეულთა ფიცის დადების საზეიმო ცერემონიალის თანამონაწილენი გავხდეთ. ფიცი დაიდება ნოქალაქებში. ამ უძველეს ადგილას მოგაგონდება ოქრო მრავალი კოლხეთი, მეფე აიეტი და ოქროს საწმისი და თითქოს მითებიდან და ლეგენდებიდან ცხადში გადმოსული ციხე გოჯი. სიმბოლო მაღალ განვითარებული ქართული კულტურისა ანტიკურ ეპოქაში. ფიცი დაიდება გეგუთის სასახლესთან. გადმოცემის თანახმად, სწორედ აქ ესტუმრა დავით აღმაშენებელს ჯვაროსანთა მეფე ბალდუინ მეორე. აქ დაიდო მთელი საქრისტიანოსთვის მნიშვნელოვანი ზავი. აქ მზადდებოდა ძლევაის საკვირველი დიდგორის ველზე და იგეგმებოდა დავით მეფის მიერ ქვეყნის გაერთიანება. ფიცი დაიდება სამთავისის კათედრალურ ტაძართან. უმდიდრესი მხედრული ტრადიციების წარსულში საამილახვროდ წოდებულ მხარეში, ჩვენი ქვეყნის იმ კუთხეში, რომელმაც აურაცხელი, გამორჩეული მამულიშვილი აჩუქა საქართველოს. მათ შორის საქართველოს დამოუკიდებლობის დასაცავად ყველა ფრონტზე მეომარი, პირველი რესპუბლიკის დიდი გენერალი გიორგი მაზნიაშვილი. საზეიმო ფიცის დადების მოწმენი გავხდებით ვეჯინის სამონასტრო კომპლექსში, რომელიც გადაჰყურებს დიად კავკასიონს და ალაზნის მომნუსხველ ველს. მთებს, რომლებიც ზურგს უმაგრებდნენ ქართველ მეომრებს და ჩვენთვის უმთავრეს საგანძურს მადლიან მიწას, რომელსაც თაობიდან თაობამდე უვლიდა, ადიდებდა და სისხლის ბოლო წვეთამდე იცავდა ქართველი კაცი. საზეიმო ფიცი დაიდება ხევში. 1000 ლეულზე მეტი მოხევეები იცავდნენ დარიალის კარად წოდებულ ხეობას და უტეხ ფარად ედგნენ საქართველოს ჩრდილოეთ ზღუდეს. წელს კიდევ ერთხელ გახსენებთ ოფიცერ ნიკა გიგაურის მთიელთა რაზმის ლეგენდარულ გმირობას. 1921 წლის ჩვენი ქვეყნის ანექსიის ტრაგიკული მოვლენების დროს, მაშინ როდესაც მთელი საქართველო მე-11 და მე-9 საბჭოთა ჯარებმა დაიპყრეს, პოლკოვნიკ სვიმონ წერეთლის დაქვემდებარებაში მყოფმა ნიკო გიგაურის მებრძოლებმა თერგის წითელი არმიის შეტევა დიდოსტატურად მოიგერიეს.
ომის დასრულებამდე არც ერთ წითელ არმიელს არ გადმოუკვეთავს დარიალის კარიბჭე. საბჭოთა კავშირი ათწლეულები მალავდა იმ სირცხვილს, როცა ასიოდე მთიელმა მრავალრიცხოვანი ჯარი დაამარცხა. ქალბატონებო და ბატონებო, საქართველოს პრეზიდენტი, თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, ბატონი მიხეილ ყაველაშვილი. აღლუმო, სმენა! სწორება შუაში! ბატონო პრეზიდენტო, თავდაცვის ძალების უმაღლესო მთავარსარდალო, თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობა საზეიმო ღონისძიებაზე მოწყობილია. თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-ლეიტენანტი მათიაშვილი. გამარჯობა ბატონებო. თავისუფლად. აღლუმო, თავისუფლად. ქალბატონებო და ბატონებო, საქართველოს სახელმწიფო დროშა. აღლუმო, სმენა! სწორება დროშაზე. ქალბატონებო და ბატონებო, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. ჩემი ხატია სამშობლო, სახაკენთელი ქვეყანა, განათებული მთავარი, წილნახარი აღმერთანა, დავისუფლება დღეშველი, მოვავსუღეს დიდებას, სისხლის ვარსკვლავი ამოდის, ამოდის და ორ ზღვაში აღწინდება, დადიდება თავისუფლებას, თავისუფლებას დიდება.
ქალბატონებო და ბატონებო, ყოველ 26 მაისს ტრადიციულად ვიხსენებთ საქართველოს გმირებს. წელს 100 წელი გავიდა საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამოაზრის, კიდევ ერთი დიდი ფშაველი პოეტის, მიხა ხელაშვილის გარდაცვალებიდან. მას 25 წელი შეუსრულდა იმ ღამეს, როდესაც იგი მძინარე მოკლეს ჩეკას მიერ მოსყიდულმა ეგრეთ წოდებულმა ძმად ნაფიცებმა. საბჭოთა კავშირში მისი სახელი იკრძალებოდა, მისი ავტორობა იმალებოდა, მაგრამ ის ამაღლებული პოეზია მაინც შემორჩა საქართველოს. მისი შემოქმედება ქართული კულტურის მონაპოვრად იქცა. მიხა ხელაშვილი, როგორც ყველა ნამდვილი გმირი, ჩვენი ქვეყნის სიამაყე და ხატება გახდა. ქართველ მებრძოლთა თავგანწირვით და სამშობლოსადმი მათი უსაზღვრო ერთგულებით ვართ დღემდე მოსულნი და დღეს მათ ჩოლოყაშვილის რაზმისადმი მიძღვნილი მიხა ხელაშვილის სიტყვებით მივაგებთ პატივს. იქ მიგვიღებენ სადაცა გმირთა სავანე არია, იქ იქნებიან ქართველნი, ვინც სამშობლოსთვის მკვდარია. ქალბატონებო და ბატონებო, საუკუნო ხსენება ყველა დროის ქართველ მებრძოლთა. გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლასა და საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის დროს დაღუპულთა ხსოვნას. გმადლობთ, ქალბატონებო და ბატონებო, ვიწყებთ ფიცის დადების საზეიმო ცერემონიალს. გთხოვთ, ფეხზე წამოუდგეთ საქართველოს ჯარისკაცებს. აღლუმო, სმენა! სამხედრო ფიცის დადებას შეუდექით. მე საქართველოს მოქალაქე შევდივარ რა სამხედრო სამსახურში ვიცავ ინდად მოვიხადო ჩემი მხედრული ვალი საქართველოს წინაშე ვიცავ კეთილ სინდისიან შევისწავლო სამხედრო საქმე ღირსეულად განვაგრძო წინაპართა მხედრული ტრადიციები ვიცავ მტკიცედ დავიცვა სამხედრო დისციპლინა როგორც სახელმწიფო ძლიერების საფუძველთა საფუძველი ვიცავ შევინახო მონდობილი სამხედრო საიდუმლოებო შევასრულო სამხედრო წესდების ყველა მოთხოვნა და მეტაურის ბრძანება ვიცავ მტკიცედ დავდგე საქართველოს სადარაჯოზე და სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ვიმძალო მტერზე გამარჯვებისათვის თუ ამბიც გავდეხ პასუხისმგებელი ვიქნები ღვთისა და ქვეყნის წინაშე ვარავდეს ღმერთი ბატონო გენერალ-ლეიტენანტო 31 გვერდი ბატალიონის ახალწეულებმა მოქალაქეში ციხე გოჩდა სამხედრო ფიცის დადეს სერჟანტი სულაბერიძე ბატონო გენერალ-ლეიტენანტო
31 ქვეითი ბატალიონის ახალწეულებმა გეგუთის სასახლესთან სამხედრო ფიცი დადეს. სერჟანტი საჯაია. ბატონო გენერალ-ლეიტენანტო, 53 ქვეითი ბატალიონის ახალწეულებმა სამთავისის მონასტერთან სამხედრო ფიცი დადეს. უფროსი სერჟანტი გურული. ბატონო გენერალ-ლეიტენანტო, 53 ქვეითი ბატალიონის ახალწეულებმა ვეჩინის სამაღლების მონასტერთან სამხედრო ფიცი დადეს. სერჟანტი ხოზრევარიძე. ბატონო გენერალ-ლეიტენანტო, 53 ქვეითი ბატალიონის ახალწეულებმა ხევში ელიას მთაზე სამხედრო ფიცი დადეს. უფროსი სერჟანტი ჩოხელი. ბატონო გენერალ-ლეიტენანტო, 53 ქვეითი ბატალიონის ახალწეულებმა სამხედრო ფიცი დადეს. სერჟანტი ყაზაშვილი. ბატონო პრეზიდენტო, თავდაცვის ძალების უმაღლესო მთავარსარდალო, თავდაცვის ძალების პირადმა შემადგენლობამ სამხედრო ფიცი დადო. თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-ლეიტენანტი მათიაშვილი. გილოცავთ სამხედრო ფიცის დადებას. ვესახურები საქართველოს. თავისუფლად. აღლუმო თავისუფლად. ხალბატონებო და ბატონებო, სიტყვა ეძლევა საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ ყაველაშვილს. მივესალმები ბატონ პრემიერ-მინისტრს, ბატონ პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ თავდაცვის მინისტრსა და თავდაცვის ძალების მეთაურს, ჩვენს ძვირფას ქართულ ჯარს, მივესალმები აღმასრულებელი საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, ავტონომიური რესპუბლიკების ხელმძღვანელ პირებს, თბილისის მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებს, დიპლომატიური კორპუსის წევრებს. მივესალმები სრულიად საქართველოს. გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. დღევანდელი დღე არის ქართველი ერის ერთიანობის, თავისუფლების სიყვარულის, გაუტეხლობისა და დაუღალავი ბრძოლის სიმბოლო. ზუსტად 107 წლის წინ ჩვენმა წინაპრებმა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მიღებით საფუძველი ჩაუყარეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენასა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჩამოყალიბებას. დამოუკიდებლობის აქტი არის პირველი ქართული კონსტიტუციური ხასიათის დოკუმენტი, სადაც ნათლად არის ასახული ქართველი ერის სურვილი თავად განსაზღვროს საკუთარი ბედიღბალი. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რას ნიშნავს გვერქვას ქართველი. ცხოვრობდეთ ქართულ მიწაზე, საუბრობდეთ ქართულად და ვიყოთ ერთ-ერთი უძველესი ევროპული ქრისტიანული ერის შვილები. უნდა გვესმოდეს, რამდენად ძვირფასია დამოუკიდებლობა, რომელსაც მუდმივი დაცვა და მოფრთხილება სჭირდება. სამშობლოზე ზრუნვა არ არის ერთჯერადი აქტი, ან ვალდებულება. ეს არის უწყვეტი პროცესი. ერთგვარი მისია ქართველი ხალხის ხვედრი, რომელიც საუკუნეების წინ ჩვენი წინაპრების ბრძოლით დაიწყო და არასდროს დასრულდება, სანამ იარსებებს საქართველო და ქართველი ერი. სწორედ ამ იდეისთვის მამა-პაპათა ბრძოლამ შემოგვინახა სამი ღვთაებრივი საუნჯე: მამული, ენა, სარწმუნოება, რომლის დაცვაც თითოეული ჩვენგანის ვალია. თუ ამ სამიდან რომელიმე გამოვაკლდება, ჩვენ დავკარგავთ მთავარ იდეას, რომელსაც საქართველო ჰქვია. დავკარგავთ ქართულ ფესვებს, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო და ქართველი ერი განადგურების საფრთხის წინაშე დადგება. ჩვენი ქვეყნის წინაშე ყოველთვის იქნება საფრთხეები, რომელიც სათანადო რეაგირებას მოითხოვს. ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, თუ რამდენად ამაოა რომელიმე უცხო ძალის ლოდინი, რომელიც მოვა და გადაგვარჩენს, ჩვენს გასაკეთებელს გააკეთებს, ჩვენზე უკეთ ეცოდინება, თუ რა სჭირდება ჩვენ ხალხს და ქვეყანას. ჩვენ ბოლომდე უნდა ვიწამოთ საკუთარი თავი და გვახსოვდეს, რომ სწორედ ჩვენ განსაზღვრავთ საკუთარ მომავალს და არავინ სხვა. რომ არა ქართველი ხალხის ძალა და სიბრძნე ქვეყნისთვის ძალიან რთულ და საშიშ პერიოდში, მხოლოდ ხელისუფლების გონივრული და ეროვნული პოლიტიკა ვერაფერს გახდებოდა. სურს მადლობა გადაუხადო საქართველოს თითოეულ პატრიოტ მოქალაქეს, ყველას, ვინც იწამა საკუთარი ქვეყნის ძალა, დადგა სამშობლო სადარაჯოზე და უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოს გადარჩენასა და მშვიდობის შენარჩუნებაში. თქვენ უნდა იამაყოთ
თავდადების, გონიერების და ერთგულების გამო. სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ მოვიპოვეთ იშვიათი შესაძლებლობა და გავერთიანდი ჩვენი ქვეყნისთვის გარდამტეხ მომენტში, რომელმაც შესაძლოა მომავალი ათწლეულები განსაზღვროს. ჩვენ ერთიანობითა და წინდახედულობით წარმატებით გავიარეთ საფრთხის პირველი ეტაპი და დარწმუნებული ვარ, სწორედ ასეთივე წარმატებით გავიყვანთ საქართველოს სამშვიდობოს. დამეთანხმებით ჩვენი ქვეყნისა და შვილების მომავალზე ზრუნვა მუდმივ მოძრაობას და მოქმედებას მოითხოვს. როგორც დიდმა ილიამ თქვა, მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის შემოთერგო ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი. ქართველი ხალხი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდებულ და საამაყო პერიოდამდე, ოქროს ხანამდე, სწორედ მუდმივმა მოძრაობამ, გადამწყვეტი მომენტისთვის უწყვეტმა მომზადებამ და დაუღალავმა შრომამ მიიყვანა. ის რომ დღეს ჩვენ გვაქვს საკუთარი სამშობლო, ენა, დამწერლობა და სარწმუნოება, სწორედ იმის დამსახურებაა, რომ ქართველს არასდროს შეუწყვეტია მოძრაობა. ეს ბრძოლა ისტორიის განმავლობაში სხვადასხვა სახის იყო. იყო დრო ხმალი არაღით ბრძოლის, ისევე როგორც მოთმინების, ატანის და გამძლეობის. იყო დრო, როდესაც კალამს უფრო დიდი ძალა ჰქონდა, ვიდრე ხმალი არაღს. ისევე როგორც დღეს თანამედროვე სამყაროში ჩვენ სიტყვებსა და შორსჭრეტელობას აქვს განუზომელი ძალა, განსაკუთრებით ჩვენაირი პატარა ქვეყნისთვის. სწორედ ჩვენი სიტყვა, გონიერება, საკუთარი თავის წმენაა დღეს ჩვენი მთავარი იარაღი. საუკუნეების განმავლობაში ჩვენ ბევრი სისხლი გვაქვს დაღვრილი, რომელიც მძიმე იარაღი აქვს დამჩნეული ქართველ ხალხს. ქართველი კაცის მტკიცე ხასიათი და გამორჩეული ვაჟკაცობა ყოველთვის მოიცავს თავგანწირვას საკუთარი ქვეყნისა და ოჯახისთვის. დარწმუნებული ვარ, ქვეყნისა და ოჯახისთვის თითოეული პატრიოტი ქართველი მზად არის საკუთარი სიცოცხლის დასათმობად. ჩვენი ამოცანა კი არის, არ დადგეს ეს საჭიროება, არ დასჭირდეს ქართველ კაცს სიცოცხლის ფასად საკუთარი ქვეყნის დაცვა. მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მშვიდ და სტაბილურ გარემოში პატიოსანი შრომით იზრუნოს საკუთარ ოჯახზე და სამშობლოზე. სურს დღეს კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოს ერთგულებას ევროპული ღირებულებებისა და ევროპული იდეის მიმართ. ქართველი ხალხის ევროპულ კუთვნილებას საფუძველი ჯერ კიდევ ჩვენმა წინაპრებმა ჩაუყარეს, რადგან მათთვის ევროპული ღირებულებები სამართლიანობის, მშვიდობის, ქრისტიანობის, კულტურის, ტრადიციების, ეროვნული იდენტობის დაცვისა და პატივისცემის ტოლფასი იყო, რადგან მათ იცოდნენ, რომ ქართველი ხალხი ცივილიზაციური ევროპის თანაშემოქმედი და განუყოფელი ნაწილია. საქართველო საუკუნეების განმავლობაში სრულიად მარტო ევროპის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში უშიშრად და მტკიცედ იცავდა ქრისტიანულ და ევროპულ ღირებულებებს. ამას ჩვენი ერი ძალიან დიდი სისხლით და მსხვერპლის ფასად აკეთებდა. სურს კაფიოდ განვაცხადო, ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი თანასწორებაზე დაფუძნებული ურთიერთობისთვის, რომელიც ორმხრივ ურთიერთსარგებლობას მოიცავს. ჩვენი გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა, დაფუძნებული იქნება საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე, საქართველოს ხელისუფლება, ქართველი ხალხის თანადგომით, მტკიცე და ურყევი იქნება ამ პრინციპების დაცვაში. არ დაუშვებთ, რომ ქართველი ხალხი მსხვერპლად შეეწიროს გარკვეული ძალების ინტერესს. ქართველი ერის სიძლიერის გვაკუთხედი ყოველთვის იყო ძლიერი ოჯახი, გამორჩეულად მყარი ინსტიტუტი, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო. ქართველმა ხალხმა მთელი მსოფლიოს გასაგონად ხმა აიღმაღლა და თქვა, რომ ტრადიციული ოჯახი და ოჯახური ღირებულებები არის ჩვენი ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილი. ჩვენი ვალია გავაძლიეროთ ქართული ოჯახები და ხელი შევუწყოთ ჩვენი ერის გამრავლებას. ჩვენ არ ვართ მრავალრიცხოვანი ერი, ამიტომ ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებული მოფრთხილება და მზრუნველობა გვმართებს. უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ინდივიდის წარმატება საქართველოს წარმატების ტოლფასია. ისევე როგორც ჩვენი სამშობლოს წარმატება უნდა იყოს საქართველოს თითოეული მოქალაქის წარმატება. სამშობლოზე ზრუნვა მუდამ უნდა ფიგურირებდეს ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებასა და კარიერაში. სამშობლო მუდამ თან უნდა გვდევდეს თითოეულ ჩვენგანს. საქართველო არ არის უბრალოდ ინდივიდების ერთობა, არამედ ეს არის ქართველი ერის მიერ საუკუნეების განმავლობაში შექმნილი ქვეყანა, რომელსაც სახელმწიფოებრიობის უდიდესი და საამაყო ისტორია გააჩნია. ქართველი ერის საბოლოო შეკვრასა და საქართველოს ძლიერ სახელმწიფო ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული როლი ქრისტიანობამ ითამაშა. ჩვენი
ჩვენ უხვად გვაქვს ისტორიული ფაქტები, თუ როგორ იბრძოდნენ ქართველი სულიერი მამები საერო პირების მხარდახარ, თუ როგორ იცავდა ერი და ბერი საკუთარ სამშობლოს ერთსულოვნად. თუ ჩვენ წარსულში ვახერხებდით ქვეყნის კრიტიკულ მომენტში გაერთიანებასა და სამშობლოს ინტერესებიდან გამომდინარე ერთად მოქმედებას, ესე იგი ეს შესაძლებლობა ჩვენს ერში თითოეულ ჩვენგანშია. შესაბამისად, ჩვენი ვალია საკუთარ თავში ვიპოვოთ ეს ძალა და ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ჩვენი რესურსები და ენერგია მივმართოთ ერთიანი, ძლიერი და აყვავებული საქართველოს ასაშენებლად, რომელზეც თითოეული ჩვენგანი ოცნებობს. ჩვენ რომ შევძლოთ ასეთი საქართველოს აშენება, გვჭირდება მრავალმხრივი განვითარება და გაძლიერება. სწორედ ამ მიმართულებით უნდა ვეძებოთ ჩვენი ქვეყნის წარმატების გასაღები. ძლიერი და ერთიანი საქართველო წარმოუდგენელია ჩვენი აფხაზი და ოსი დებისა და ძმების გარეშე. ჩვენ საბოლოოდ სწორედ მაშინ გავიმარჯვებთ და სისულეში მოვიყვანთ ერთიანი საქართველოს იდეას, როდესაც შევძლებთ ჩვენი მოქალაქეებისთვის საერთო სიკეთეებით სარგებლობა ისევე იყოს შესაძლებელი სოხუმსა და ცხინვალში, როგორც თბილისსა და ბათუმში, გორსა და ზუგდიდში და ჩვენი ქვეყნის სხვა ქალაქებში. მჯერა, რომ საქართველო აუცილებლად იქნება ერთიანი, ძლიერი და აყვავებული. კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. გაუმარჯოს ერთიან, ძლიერ და აყვავებულ საქართველოს. ღმერთი იყოს ჩვენი და ჩვენი სამშობლოს მფარველი. დიდი მადლობა. სიტყვა ეძლევა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი გობახიძეს. მივესალმები საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დედაქალაქის მერს, პარლამენტარებსა და მინისტრებს, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეებს, კონსტიტუციური ორგანოების ხელმძღვანელებს, ავტონომიური რესპუბლიკების ხელმძღვანელებს, მივესალმები საპატრიარქო ტახტის მოსახლეს, მეოფეშიოს, წმინდა სინოდის წევრებს, მივესალმები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, პატივცემულ სტუმრებს. მივესალმები საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. მივესალმები უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. მივესალმები გენერლებს და ჯარისკაცებს. მივესალმები წვევამდელებს, რომლებსაც დღეს საქართველოს ერთგულება შეჰფიცეს. ყველას გილოცავთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღეს. დღევანდელ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკუთარ თავს შევახსენოთ, რომ ბოლო 2 საუკუნის მანძილზე საქართველო არასოდეს ყოფილა ისეთი დამოუკიდებელი, როგორიც არის დღეს. საქართველოს დამოუკიდებლობა და თვითყოფადობა არის უზენაესი ღირებულება, რომლის გარეშეც არაფერს აქვს ფასი. ამიტომ მისი გაფრთხილება ჩვენი ყოველდღიური ზრუნვის საგანი უნდა იყოს და როგორც საქართველოს მთავრობის მეთაური გვირდებით, რომ ეს აუცილებლად ასეც იქნება. საკუთარ თავს გამუდმებით უნდა შევახსენოთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლა მუდმივი პროცესია და ის დღესაც გრძელდება. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველო კვლავაც გადის ბიბლიურ 40 წლიან მოსაზგზას აღთქმული მიწისკენ. აღთქმული მიწა ჩვენი ქვეყნისთვის ნიშნავს ორი უმთავრესი ეროვნული ოცნების ასრულებას. პირველი ეს არის ეკონომიკურად ძლიერი საქართველო, სადაც არც ერთი ქართული ოჯახი არ ცხოვრობს გაჭირვებაში. და მეორე ეს არის ფიზიკურად და სულიერად ერთიანი საქართველო. საქართველო აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი. საქართველო, სადაც ადამიანებს აერთიანებს სიყვარული ერთმანეთის მიმართ. დღევანდელ დღეს საკუთარ თავს უნდა შევახსენოთ, რომ დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მთავარი მტერი არის სიძულვილი. სწორედ ამიტომ მთავარი, რასაც საბჭოთა ხელისუფლება აღუებდა საქართველოში 35 წლის წინ, სიძულვილი იყო. დღესაც მთავარი, რის დათესვასაც საქართველოს არაკეთილმოსურნენი ჩვენს ქვეყანაში ცდილობენ, არის ისევ და ისევ სიძულვილი ქართველებს შორის. თუ სიძულვილს დავამარცხებთ და სიყვარული გაგვაერთიანებს, ქართულ გენსთან ის წინ ვერაფერი დაუდგება. ჩვენი სამშობლო, ჩვენი სიამაყეა. ჩვენი სიამაყეა საქართველოს თვითყოფადობის სამი უმთავრესი საყრდენი: მამული, ენა და სარწმუნოება. ჩვენი სიამაყეა ჩვენი სამშობლოს თითოეული ულამაზესი კუთხე, ულამაზესი ბუნებითა და ულამაზესი ადამიანებით. ჩვენი სიამაყეა ჩვენი უნიკალური ენა და დამწერლობა. ჩვენი სიამაყეა საქართველოს დედა ეკლესია, რომელიც ყოველთვის იყო და დღესაც არის საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობისა და თვითყოფადობის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი. დღევანდელ დღეს კიდევ ერთხელ მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადოთ ჩვენს წმინდა ეკლესიას,
და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს, რომელმაც თავისი სიბრძნითა და ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობით უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობისა და თვითყოფადობის შენარჩუნებასა და გამტკიცებაში. ჩვენი სამშობლოს ისტორია 300 წელს, ხოლო საქართველოს სახელმწიფოებრიობა 23 საუკუნეს ითვლის. ჩვენს პატარა ქვეყანას მუდმივად უწევდა არსებობა დიდი სახელმწიფოების საგასაღარსი. შესაბამისად, საქართველოს და ქართველი ხალხის გზა არასოდეს ყოფილა იოლი. თუმცა ქართველებს ყოველთვის ჰქონდა რწმენა, რომ ვიყავით განსაკუთრებული ღვთისმშობლის წილხვედრიერი და სწორედ ამ რწმენამ მოგვცა იმის ძალა, რომ უამრავი ქარტეხილის მიუხედავად დღემდე მოგვეტანა ჩვენი ქვეყანა და მისი დამოუკიდებლობა. ჩვენს გარშემო იმპერიები ეცემოდნენ, საქართველო კი დღემდე მყარად დგას ფეხზე ღმერთისა და ყოლაჩწმინდა ღვთისმშობლის ფარველობით. ასეთი იყო საქართველოს ბოლო 35-წლიანი ისტორიაც. ამ წლების განმავლობაში ჩვენ გამოვიარეთ 4 ომი. საქართველოს სუვერენიტეტის 9-წლიანი ხელყოფა და სისხლიანი ავტორიტარიზმი. თუმცა თავისუფლების მოყვარე ქართველი ხალხის გენმა აქაც იმძლავრა და საქართველომ დაიბრუნა დამოუკიდებლობა, თავისუფლება და დემოკრატია, რაც დღეს ჩვენი ქვეყნის წინსვლას, განვითარებასა და ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას ყარ ნიადაგს უქმნის. თითოეული ჩვენგანის ვალია თავი არ დავზოგოთ საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებისა და გამტკიცებისთვის. გაუმარჯოს დამოუკიდებელ, ერთიან და ძლიერ საქართველოს. ღმერთი იყოს ჩვენი სამშობლოს მფარველი. სიტყვა ეძლევა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ შალვა ბაბუაშვილს. ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო თავდაცვის მინისტრო, ბატონო თავდაცვის ძალების მეთაურო, პატივცემულო სამხედრო მოსამსახურეებო, ქალბატონებო და ბატონებო. გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 34 წელი შესრულდა. თავისუფლების თითოეული წელიწადი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან ყოველი წელი ჩვენ სახელმწიფოს სულ უფრო ავითარებს, აძლიერებს და განამტკიცებს. ჩვენი ეროვნული თვითშეგნების გამყარებასთან ერთად ძლიერდება ჩვენი ჯარი, მტკიცდება ჩვენი საზღვრები, ძალას იკრებს ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ჩვენი ხალხის რწმენა, რომ დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, სუვერენიტეტს აღარასოდეს დავკარგავთ. ჯარისკაცებო, დღეს თქვენ დადეთ ფიცი ჩვენი სამშობლოს, ჩვენი სახელმწიფოს, ღვთისა და ერის წინაშე. ხუთჯვრიანი დროშის წინაშე ხუთჯერ წარმოსთქვით ფიცავ. მნიშვნელოვანია, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში გვახსოვდეს ფიცი, მიცემული სიტყვა და წმინდა მიზანი, რომლისთვისაც ეს ფიცი დავდეთ. დღეს სოფლიოში მღელვარე, ბუნდოვანი და არეული დროა. ჩვენ თვალწინ იშლება ღირებულებები, ირევა მტერმოყვარე, ადვილია დაბნევა და თავგზის დაკარგვა. რა არის ჩვენი მთავარი ორიენტირი ასეთ რთულ დროში? ესაა ჩვენი წინაპრებისგან მიღებული ცოდნა, გაზიარებული სიყვარული და გამოცდილება, ჩვენი სახელმწიფოებრივი მეხსიერება და გამოვლილი ათასწლეულები. დღესაც ჩვენი მთავარი ორიენტირი ის სამი ღვთაებრივი საუნჯეა, რომელიც დღემდე მოგვიტანეს და მოსავლელად გადმოგვაბარეთ ჩვენმა წინაპრებმა, ჩვენი მამული, ჩვენი ენა და ჩვენი სარწმუნოება. ეს ცნებები ჩვენი ცოცხალი მემკვიდრეობაა, უძველესი, მაგრამ თანამედროვე შინაარსის მატარებელი. ამ ცნებების გარეშე არასოდეს გვიცხოვრია და ვერც მომავალში ვიცხოვრებთ. ამ ტრიადიდან რომელიმეს დაკარგვა ნიშნავს, რომ დავიკარგებით როგორც ერი, როგორც სახელმწიფო. ჩვენ ვართ ხალხი, რომლისთვისაც მამული არ არის მხოლოდ გეოგრაფია. ჩვენთვის მამული არის სახლი, სახლი, სადაც ცხოვრობდით ყოველთვის, დღიდან ისტორიის დასაბამიდან. მისი მოფრთხილება, დაცვა, მოვლა პატრონობა ჩვენი და ყოველი თაობის უპირველესი ვალია. ამიტომ არის ჩვენი უმთავრესი მისია და მთავარი ეროვნული ამოცანა ჩვენს აფხაზს და ოს დებთან და ძმებთან ერთად აღვადგინოთ და ერთი გალავნით შევკრათ ჩვენი საერთო სახლი, ჩვენი მამული, ჩვენი საქართველო. ჩვენი ენა გვაძლევს ეროვნული სახელმწიფოს აღმშენებლობის საშუალებას, ურთიერთგაგების, სიყვარულის და სიკეთის უნარს. ქართული ენა ის აზრობრივი კალაპოტია, რომელიც ინახავს ჩვენს მეხსიერებას, სახელმწიფოებრივ, კულტურულ და ტრადიციულ კოდს, რაც გვაქცევს განუმეორებელ, უნიკალურ, ყველასგან განსხვავებულ ქვეყნად. დაბოლოს, ჩვენ ვართ სარწმუნოების ერთგული ხალხი. ჩვენი ეროვნული ენერგია მოდის თითოეული ადამიანის რწმენიდან და ერთგულებიდან,
განურჩევლად აღმსარებლობისა თუ ეთნიკურობისა. უღმერთო, უდიერი, დამცინავი და უცხო ღირებულების მოტფიალი ადამიანი ვერასოდეს იქცევა სამშობლოს პროგრესულ და მაშენებელ ძალად. ცრუ ფიცის, ცრუ განზრახვების, ცრუ სწავლებების ყველა შემომტანი თესავს შუღლს, განხეთქილებას, ზისხსა და ბოროტებას. ამ ქვეყნის ბედს, მის მომავალს მათ ვერ დაუთმობთ. სწორედ ამიტომ ჩვენი სამი სიმბოლოს, სამი იდეის დასაცავად ვდებთ ფიცს და ვზეიმობთ ჩვენს დამოუკიდებლობას. რათა ყველამ ერთად, ერმა და ბერმა, ქალაქად თუ სოფლად, სამშობლოში თუ უცხოეთში მყოფმა, ჩვენ საერთო სახში, ჩვენს უძველეს ენაზე, მტკიცე რწმენით, სახალხო დავამოწმოთ ჩვენი ერთგულება ქვეყნის წინაშე და ფიცი დავდოთ მის დასაცავად. ჯარისკაცებო, ჩვენ ვართ ვახტანგის, დავითის, შოთას და თამარის ქვეყანა, ქრისტეს კვართის, ღვთისმშობლის პერანგის, უფლის სამსჯვალის მცველი ქვეყანა. თუ ჩვენი მამულის, ჩვენი ენის, ჩვენი რწმენის ერთგული ვიქნებით, ბოროტი ძალა ვერასოდეს მოგვერევა. ძალა ერთობაშია, განურჩევლად ჩვენი აღსარებლობისა, ეთნიკურობისა და ადგილსამყოფელისა. ჩვენ ვართ ერთი ენერგიით გაერთიანებული, ერთიანი ქართველი ხალხი. გაუმარჯოს ერთიან, დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი. სიტყვა ეძლევა საქართველოს ვიცე-პრემიერს, თავდაცვის მინისტრს, ბატონ ირაკლი ჩიქოვანს. ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე, საპატრიარქო ტახტის მოსახლე მეუფე შიო, პატივცემლო მთავრობის და პარლამენტის წევრებო, პატივცემლო სტუმრებო, ბატონო თავდაცვის ძალების მეთაურო, ბატონო გენერლებო, ოფიცრებო, სერჟანტებო, კაპრალებო და რიგითებო. გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს. დღევანდელი დღე განსაკუთრებული და საამაყოა ყველა ჩვენგანისთვის, რადგან ეს დიდი ეროვნული დღესასწაული საქართველოს თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის სიმბოლოა. მხოლოდ მტკიცე და გაუტეხელ ერს შესწევს უნარი და ძალა საუკუნეებით გამოატაროს თავისუფლების იდეა, შეინარჩუნოს ეროვნული იდენტობა, ღირებულებები და ამავე დროს გახდეს თანამედროვე მსოფლიოს ცივილიზაციის მონაპოვართა თანაზიარი. სწორედ ამიტომ ეს დღე ეკუთვნის საქართველოს ყველა მოქალაქეს, ჩვენ მრავალეთნიკურ და მრავალკონფესიურ საზოგადოების თითოეულ წარმომადგენელს. ეს დღე ეკუთვნის ჩვენ საამაყო სამხედროებს, პოლიციელებს, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს, მეხანძრე-მაშველებს, ექიმებს, მასწავლებლებს, დიპლომატებს, საჯარო მოხელეებს, ფერმერებს, მეწარმეებს, ყველას, ვინც ემსახურება საქართველოს და ზრუნავს მის მომავალზე. მინდა დღევანდელი დღე განსაკუთრებით მიულოცო ჩვენ სამხედროებს, ოფიცრებს, სერჟანტებს, კაპრალებს და რიგითებს, ვინც ღირსეულად და ამაყად ატარებთ ქართული ჯარისკაცის სახელს. ქართული ჯარი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვის მთავარი ფუნდამენტი, ღირსებისა და სამშობლოსადმი ერთგულების უდიდესი სიმბოლოა. სამშობლოს სამსახური კი ყველაზე დიდი პატივია. მინდა მიულოცო დამოუკიდებლობის დღე ჩვენ საამაყო, დაუმარცხებელ, დაჭრილ დაშავებულ მებრძოლებს. მათთან ერთად ჩვენს ვეტერანებს, რომლებმაც შექმნეს თავდაცვის ძალების მტკიცე საფუძველი. დღეს გამარჩეული დღეა რეკრუტებისთვის. მათ ფიცი 26 მაისს დადეს. მათ ღვთისა და ქვეყნის წინაშე შეჰფიცეს, რომ პირნათლად მოიხდიან მხედრულ ვალს საქართველოს წინაშე და საკუთარი სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე იბრძოლებენ სამშობლოსთვის. ჯერა ისინი არასოდეს დაივიწყებენ, რის ფასად მოიპოვა ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა. არასოდეს დაივიწყებენ მათ, ვინც სიცოცხლე შესწირა საქართველოს თავისუფლებას. მინდა ქედი მოვიხარო ჩვენი დაღუპული გმირი მეომრების წინაშე, რომელთაც ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის საკუთარი სიცოცხლე დათმეს. სწორედ ჩვენი გმირების ხსოვნა გვავალდებულებს, რომ საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ბრძოლა თავისუფალი, სუვერენული, ძლიერი და ერთიანი სახელმწიფოს შექმნით უნდა დასრულდეს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი აფხაზი და ოსი, ძმები და დები, ჩვენი საერთო მომავლის თანაშემოქმედნი იქნებიან. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ იმ ისტორიას, რომელსაც ურთიერთპატივისცემით საუკუნეების განმავლობაში მრავალი თაობა ქმნიდა. წარმატებული სახელმწიფოს მშენებლობა მხოლოდ მოტივირებულ და გავლენებისგან თავისუფალ საზოგადოებას სულ შეუძლია. საუკუნეებმა გვასწავლა, რომ გონიერება და სიმტკიცე
ერთობა და ურთიერთგატანა ქართველი ერის საუკეთესო იარაღია. მინდა დიდი პატივისცემით აღვნიშნო ჩვენი ეკლესიის როლი დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველოს მოპოვებაში, ჩვენი იდენტობის და ეროვნული თვითყოფადობის გამტკიცებაში. რა თქმა უნდა, ასევე უმნიშვნელოვანესია და დასაფასებელია კონფესიების როლი, რომელთან სამაგალითო თანაცხოვრებითა და ურთიერთპატივისცემით ისტორიულად ქმნიდით და დღესაც ვაშენებთ თანამედროვე ქართულ სახელმწიფოს. 26 მაისი შეგვახსენებს, რომ ჩვენ გვაქვს უდიდესი პასუხისგებლობა, რომელიც ჩვენი სამშობლოს მომავლის წინაშეა. რათა არა მარტო შევინარჩუნოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობა, არამედ სრულყოფილად გავიაზროთ სუვერენიტეტის იდეა, რომლის გარეშეც იქნება ჭეშმარიტად თავისუფალი, დემოკრატიული, ერთიანი და წარმატებული სახელმწიფოს მშენებლობა. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლების და ჩვენი ლიდერების ძალისხმევით, საქართველო თავისი ისტორიული ფესვებიდან აღმოცენებული მრავალსაუკუნოვანი უნიკალური კულტურითა და იდენტობით ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს საერთო ევროპულ ოჯახში და ამ ოჯახში იქნება სუვერენული, თანასწორუფლებიანი სახელმწიფო, როგორც კულტურული და ისტორიული, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით. კიდევ ერთხელ სრულიად საქართველოს ულოცავ დამოუკიდებლობის დღეს. ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნის მფარველი. მადლობა. საქართველო ამაყობს ქართული ჯარით, თითოეული ჯარისკაცით, ყოველი ქართველიც, ყოველი ჩვენგანიც, ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცები ვართ და ჩვენ ყველა ერთად, მიუხედავად ყველაფრისა, შეხედულებათა, აზრთა სხვადასხვაობისა, მაინც ერთად ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის, ერთიანობისათვის, ურთიერთპატივისცემისა და შემწყნარებლობისათვის, ერთმანეთის სიყვარულისთვის. ჩვენ ხომ ერთი ქვეყნის შვილები ვართ და ჩვენი სამშობლო, საქართველო ყოველთვის გაგვაერთიანებს. ქალბატონებო და ბატონებო, ჯარისკაცის მრწამსი. მე ვარ საქართველოს ჯარისკაცი. ერთგულად ვემსახურები ჩემს სამშობლოსა და ჩემს ხალხს. პატივცემ ჩემი ქვეყნის წარსულს. ვიცა ვაწყავს და ვიძ უკეთესი მომავლისათვის. საქართველოს სახელით ვიცა მსოფლიო მშვიდობასა და უსაფრთხოებას. მე ამახება რა ვარ ქართული ჯარის რიგებში და ვიწავ მისღირებულებებს. ყველგან და ყოველთვის დავისწავ საქართველოს დროშას. დაღირსებით ვატარებ მუდის. ხის კებლობით ვასრულებთ აკისრებულ მოვალეობას. არასოდეს მივატოვებ ჩემ თანამებრძოლებს ომსა თუ მშვიდობაში. პატივს მივაგებ გმირებ და კაცი თავდადების წინაშე. წმენა გამარჯვებისა ჩემი მზამკლევია ბრძოლის ველზე. მე ვარ იქ, სადაც ჩემ სამშობლოს ვჭირდები. საქართველოსთვის. Sorge
ქალბატონებო და ბატონებო, საზეიმო ღონისძიებაში მონაწილე ქვედანაყოფები უბრუნდებიან დისლოკაციის ადგილს. ერთად გავაცილოთ საქართველოს თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობა. ქალბატონებო და ბატონებო, ეს ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობამ სადემონსტრაციო გადაფრენაში ასრულა. სადემონსტრაციო ფრენებში მონაწილეობა მიიღო 13-მა საფრენმა აპარატმა, მათ შორის 4 სატრანსპორტო მრავალფუნქციური შვეულფრენი UH-FTA შიროკეზები, რომელსაც მეთაურობს ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის ოპერატიული სამსახურის უფროსი მფრინავი პოლკოვნიკი სულხან საბაძე. 4 საბრძოლო მოიერიშე შვეულფრენი Mi-24, რომელსაც მეთაურობს ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალი მფრინავი პოლკოვნიკი სერგო ნინუა. 5 საბრძოლო მოიერიშე თვითმფრინავი Su-25, რომელსაც მეთაურობს ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის შერეული საავიაციო ესკადრილიის მეთაური მფრინავი პოლკოვნიკი შოთა თევზაძე. სულ გადაფრენაში მონაწილეობდა 22 მფრინავი, მათ შორის 13 ხომალდის მეთაური, 10 მეორე მფრინავი და 8 ბორტტექნიკოსი. საფრენ აპარატს მიწის ზედა მომსახურებას უწევდა 52 სამხედრო მოსამსახურე, 11 ინჟინერი, 17 ტექნიკოსი და 23 მექანიკოსი. ქალბატონებო და ბატონებო, ყოველ 26 მაისს სამხედრო მარშს ასრულებს საქართველოს ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელი ორკესტრი. საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელი ორკესტრი 1992 წლის 5 ივნისს დაარსდა. ის ფუნქცია მოვალეობებში შედის ქვეყნის მასშტაბით უმაღლესი სახელისუფლებო დონისა და საქართველოს თავდაცვის სისტემაში დაგეგმილი საპროტოკოლო, სარიტუალო და საზეიმო ღონისძიებების მუსიკალური კუთხით გაფორმება, სხვადასხვა სახის კლასიკურ და თანამედროვე კონცერტებში მონაწილეობის მიღება. თავდაპირველად
ორკესტრის რეპერტუარში ძირითადად სახელმწიფო ჰიმნები, სამხედრო მარშები და სამგლოვიარო მუსიკალური ნაწარმოებები შედიოდა. ბოლო პერიოდში გაიზარდა რეპერტუარი და ამჟამად ორკესტრი მსოფლიოში ცნობილი კომპოზიტორების კლასიკურ და თანამედროვე ნაწარმოებებსაც ასრულებს. სამხედრო საჩვენებელი ორკესტრის უფროსი, მთავარი დირიჟორია ვიცე-პოლკოვნიკი კოპა მერმანიშვილი. სრულიად საქართველოს გილოცავთ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიალს დახურულად ვაცხადებთ. გმადლობთ!